აი აქ ძალიან წვრილად კი აწერია, მაგრამ წერია რომ ეს ყველი შედგება პასტერიზებული რძისგან, სუფრის მარილისგან და მაჭიკის ფერმენტისგან. ანუ ეს პროდუქტი ინგრედიენტის ჩამონათვალიდან გამომდინარე, ხედავთ რომ ესე ვთქვათ, ნამდვილად ყველი არის, იმიტომ რომ თუ ბიზნეს ოპერატორმა წარმოების პროცესში გამოიყენა მაგალითად მცენარეული ცხიმი, გამოიყენა მაგალითად რძის ფხვნილი, ამ შემთხვევაში მას არ აქვს უფლება რომ ყველი უწოდოს და ეს ყველის განმარტება ნათლად არის განმარტებული რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკურ რეგლამენტში. ერთი დარღვევა ასევე რომელიც უკვე შევამჩნია ამ ეტიკეტზე ეს ეტიკეტი, ეს ყველი არის ყველი იმერული, ესეთი სახელწოდებით, მოხსენიებული ეტიკეტზე. იმერული ყველი არის რეგისტრირებული საკპატენტის მიერ 2012 წლიდან, თუ სწორად მახსოვს და არის გეოგრაფიული აღნიშვნა. ანუ აუცილებელია თუ ყველს იმერულს უწოდებთ, ესე ვთქვათ, რძე მოყვანილი იყოს, მოპოვებული იყოს იმერეთის რეგიონში და ტექნოლოგიური პროცესიც დასრულდეს ამავე რეგიონში. შეიძლება მაყურებელს კითხვაც გაუჩნდეს, ესე ვთქვათ, იმერული ყველი სახეობაა და არა გეოგრაფიული აღნიშვნა, თუმცა კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონაში არის დამახასიათებელი მიკროფლორა, რომელიც კლიმატი, ასევე რა თქმა უნდა, რძის ხარისხზეც ძალიან მოქმედებს, რაც სამომავლოდ უკვე განსაზღვრავს ამ პროდუქტის მახასიათებლებს. და რა ვიცით რომ ეს იმერეთში არ არის? აი წერია მწარმოებელი ქალაქი თბილისი და მისამართი, ხო, ანუ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, ასევე წარმოების აიდენტიფიკაციო მონაცემებს, ესეც სავალდებულოა რომ ეტიკეტით, ესე ვთქვათ, განსაზღვრული იყოს. გარდა ამისა, აღიარების ნომერსაც ვკითხულობთ, აქ აღიარების ნომერი არის დამატებითი, ესე ვთქვათ, ნიშანი იმისა, რომ ამ ბიზნეს ოპერატორმა გაიარა სახელმწიფოს შემოწმება და სახელმწიფო მიანიჭა უფლება ყველის წარმოების. კი ბატონო. მაგრამ ეს იმერულს ვერ უწოდებთ, ვინაიდან იმერულს ნამდვილად ვერ უწოდებთ. შეიძლება ეწოდოს ახალი ყველი, შეიძლება ეწოდოს ჭყინტი ყველი, ან რაიმე სხვა დასახელება გარდა იმერულის. ხო, ერთ რაღაცას დავამატებ, რომ აი ესეთი ეტიკეტები შემდგომ უკვე იმ ყველს, რომელიც მართლა იმერეთშია ნაწარმოები, იმ ბიზნეს ოპერატორებს მოკლედ ცუდ მდგომარეობაში აღებს, იმიტომ რომ აზრი ეკარგება მოკლედ იმ კანონმდებლობას, რაც წერია ფურცელზე და რაც წესით უნდა დაიცვას ყველა.